რა იქნებოდა შენი პასუხი, რომ მოსულიყავი და მეკითხა, წამოყოლე პარაშუტით გამოსხდომა? პარაშუტით გადმოხდომა ბევრი ადამიანის სურვილების სიაშია. თუმცა არიან გამონაკლისებიც. პარაშუტით ხო არ გინდა გადმოხდომა? არა, მარტო. რატო? მეზარე. ანუ რა მეზარე აი დღეს კი გადავწყვიტე ერთ-ერთ ჩემს გამომწერს აუსრულო ეცოცხლება და გადმოვახტუნო 4000 მეტრი სიმაღლიდან. პარაშუტით ხო არ გინდა გადმოხდა? რატო? იდეა მდგომარეობს შემდეგში. უნდა ვიპოვო ადამიანი, რომელიც ადგილზევე დამთახდება და წამომყვება ესპანეთში პარაშუტით გადმოსახდომად. ხტები პარაშუტით. შეხტები თუ გინდა. დღესვე წავედი. მაგრამ საქმე ისაა, რომ მას არ ეცოდინება, რომ ესპანეთში მომყვება. სხვა ქვეყანაში წამოყვები და პარაშუტით. პარაშუტით? აი, სამწუხარო, რატომა ნახონის. ჯერ არ იცოდა, ჯერ უნდა დამთახმებოდა, რომ წამოვა. ესპანეთში წამოვიდოდა. ამისთვის მე წინასწარ ვიყიდე ესპანეთის ბილეთები, რაც მე შეშავს, რომ დღესვე უნდა დავითანხო ადამიანი და წავიყოლო, რომ გადმოხდეს პარაშუტით ჩემთან ერთად. და ხო, ამ ბილეთების კიდეში დამეხმარა ჩემი ტურისტული პარტნიორი კომპანია, პარტნიორი ტურისტული პარტნიორი. ვეინი. ხო. და შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი არის ამბასადორი, რომელიც მეხმარება, რომ ესეთი სიგიჟეები გავაკეთო. გავახარო ხალხი. გავახარო? ნახოთ. ძალიან მსხვერია ეხლა რაღაც რომ მივიდე და აი სრულიად უცნობი ადამიანი და აი წავედით. აი მსხვენია. პარაშუტით ხო არ გაგინდა გადმოხდომა? ეხლა რატო? რომ მაშინია. ძალიან გეშინია? არა და მეთქი პარაშუტით გადმოხდებით. არა, კაი. პარაშუტიდან ხო არ გინდა გადმოხდომა? არა. რატო? რატო არ გინდა? გეჩქარება? აი მაგარ შანსს მაздав. აუ ბიჭო არ. ჩემი არხი ხო არა გაქვს შემთხვევით გამოწერილი? ჩემი არხი ხო არა გაქვს გამოწერილი? არის არა. ეწყინა. კაი. აი ჩემი არხი რო ქონდა გამოწერილი, ძალიან ახლოს იქნებოდა რომ კაი დაიმცე წავოსულიყო ჩემთან ერთად და პარაშუტით გადმოხდოდი. არა, ჩემი. მაგრამ თქვენ შეიძლება ყოფილიყავით აქ ერთ-ერთი მეგობრებო, რომელიმე. პარაშუტით ხო არ გინდა გადმოხდომა? არა, მარტო. რატო? ანუ რა მეზარე აი ჩემი აი არ ვიცი მეგობრებო ერთმა არ მინდაო ერთმა მიზარებაო მესამე რა თქვა? მეშინია მისაღებია მიზარება ბიჭო რა გეზარება იმენა ერთი აბა ვისაა რომ ფრენა გვაქვს უკვე ნაყიდია ბილეთები ყველაფერი და დავშნილია მეგობრებო და ანუ ძალიან მალე უნებოთ აი მაგ რადგან ძალიან გამიჭირდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც დამთახდებოდა, გადავწყვიტე სტრატეგია შემეცვალა. კითხვა მაქვს პარაშუტით არ გინდა გადმოხდომა ეხლავე რო წავა. აი quit my 9 to 5. არა და მაგარ რაღაც დავასვათ. კარგად. აი არა სამსახური. Quit your 9 to 5 and წავიდა გულავი. მეც ეგრე დავიწყე და გამართლა აშკარად. ეხლა ვეძებ სამი კრიტერიუმით ადამიანს, ანუ რომელსაც ეცლება რომელიც ჩემი გამომწერი იქნება და რომელიც გადმოხდება პარაშუტით, ანუ არ უნდა ეშინდოდეს რა. და მეოთხე, რაც ყველაზე მთავარია, უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი. პარაშუტით ხო არ გადმოხდები? არა. რატო? მეშინია სულა. სანგეშინია? აი ეხავე რო წავსულიყო, არა. ჩემი არხი გამოწერილი გაქვს ისე? კი, ჩემი არხი გამოწერილი აქვს, მაგრამ სიბაღლე შიში აქვს. ჩვენი მიზანია რომ გამლელი დავარწმუნოთ, რომ პარაშუტით გამოსახდომად ქუთაისში უნდა წავიდეთ, რისთვისაც პასპორტი დაჭირდება. გამარჯობა. ჩემი არხი გამოწერილი ხო არ გაქვს შემთხვევით? წესით კი? აბა მანახე. გამოწერილი ყოლი ვარ. კაი, ეხლა ერთ კითხვას ვკითხავ. პარაშუტით გადმოხდები? რატო? არა, ძალიან მეშინია. ძალიან? მეწყინა. ხტები პარაშუტით. შეხტები თუ გინდა. დღესვე წავედი. შანსი არა. ანუ აი მაგარი ექსპერიენსი. სხვა ქვეყანაში წამოყვები და პარაშუტით. პარაშუტით? აი სამწუხარო. ჯერ არ იცოდა, ჯერ უნდა დამთახმებოდა რომ წამოვა და ესპანეთში წამოვიდოდა. და იმ დროს, როდესაც უკვე იმედები მეწურებოდა, შემხვდა ძალიან საინტერესო ადამიანი. გამარჯობა.
პარაშუტი და ხო არ გინდა გადმოხდა. რატო? რატო? ოდესე გიგადაიხი? გამარჯობა. ჩემი არხი გამოწერილი გაქვს? კი. კი, გაუმარჯოს. სასიამოვნოა. პარაშუტი ხო არ გინდა გადმოხტავა. ვიცი? პარაშუტით. კი, მაგრამ შინდელი სიმაღლე. ეხავე რო წავიდეთ. აი იმენა ეხავე, წამო ხო? უბრალოდ ჩაიღავ დევიდე. ჰა? არ დაიბრიდე. აი რო გაიხსნება. არ დაიბრიდები. დავით. პარაშუტით. ეხავე. ხვალდაზე გცალია რო რამე? ცუდი ამინდი რო იყოს და რო რამე. წავე, ეხავე მიდივართ ქუთაისში. წავედ. ქუთაისში? ეგ გიდანა. წავედ. მიდი რა, სადააყენება ველოსიპედს. აკე მივა. წავე. კეგარი გავაძე. დაიცა და დააყენოს. პასპორტი ხო ისე გააქვს ქუთაისში დაგჭირდება. ანუ რო რამე იქ გადმოსახტობად ჭირდება ის რო შეავსო რა. ხო და პასპორტი გააქვს ყველაფერი. ჰა? ხო და პარაშუტი გააქვს, ის პარაშუტი არა, ის გააქვს, პასპორტი გააქვს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ გადმომხტარიყო პარაშუტით ციდან. აბა. თაში არის ეგეთი რაღაცა. ო. შეკვეთა შავიხსნი. შეკვეთა შავიხსნი? კაცი. და შეიძლება უადარჩეო. მიუტანე, თუ გინდა მიუტანე ჯერ. ბაზარი არა. სად არის საჭველი? მიგაქვს? გავსაწევ, ხო. კა მიუტანე თუ გინდა. საჭველი გიდევს უკვე? ხო. კაი მიდი მაშინ და დაგელოდებთ. აქა ვართ. აქ იქნება? რა ქვია? რომა. და როგორც იქნა დავით ახმე ადამიანი, რომელიც წამოყვებოდა პარაშუტით გადმოსახტომად. თუმცა რომამ ჯერ არ იცის, რომ ქუთაისის ნაცვლად ეს ყველაფერი მოხდება ესპანეთში. ანი? შეერი არ დატოვე? სო? წავედ. ეხლა რა მაინტერესებს? ხო. მაგათ იმეშინია ეს მართლობით. მაგრამ მუღამი მაქვს. მუღამი გაგეშინია, მაგრამ ეხლა შიშ ხო დავამარცხე. თან სიმაღლის მეშინია სერიოზულად? მაგრამ ეხლა ერთხელ ცხოვრობ. ნედია გავაგზავნე. აი მე. არა, მე ვარ ბიუჯერ გადმოხტარი ცა. ქუთაისში, ეგ არ ვიცი, ქუთაისში. კახეთშია და გააჩნია რა სად არის. ქუთაისშიც არის, ოღონდ სხვანაირად აფრენენ რა, ვერტალიოტის ამბავია რა. ის ნედი ის სულ არ აფრენენ, ანუ ხანდახან არის რა. სინამდვილეში ქუთაისში პარაშუტით გადმოხტობა არც კი არსებობს. საქართველოში ეს მხოლოდ კახეთშია შესაძლებელი. თუმცა სხვა გზა არ მქონდა. რომა რამინაირად უნდა დამერწმუნებინა და წამიყვანა ქუთაისში. ქუთაისში როგორც ვიცი წვიმები იყო. ამ დღეებში კი წვიმები იყო, როგორც ვიცი. ხო, მაგრამ ეხლა როგორც ვთქვით, ანუ დღეს უკვე ის არის რა. ჩადგა? თუმცა სამწუხაროდ ძალიან მალევე ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი ქონდა. ეგ პირადობა თუ პასპორტი ჩვენ მაშინ ნახეთ ვეზებდი? ვერ ნახე. მე ჩამოვიტანე მის ფერე შეინახე სადმე თუ არც მაშინ არ გიგია. ხო, იმიტომ რომ ის არის რაღაც ამბავში ავიჩიტე და პასპორტი მჭირდება, მაგრამ ერთი იუთუბერია და თვითონ უნდა გადმომაგდოს. პასპორტი მჭირდება. თვითონ ავიდა და გადმომაკ. ხო, პარაშუტით მაგან მოხდება, პასპორტი მჭირდებოდა, მაგით ახლა მახსოვდა რომ წინას დავკარგეთ და ვერ ვიპოვეთ და როგორ ვარ მაგორიანში. თუმცა როგორც საუბრიდან გვესმოდა, პასპორტს რომა ვერ პოულობდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ რომა ჩვენთან ერთად წამოსვლას ვერ მოახერხებდა. რა ხდებაო? აიცა, მე მგონი ვერ ვნახეთ. აიცა. რიგი? დაგიჭერა მას თუ გიგი. აი ფეხ გამოვიდა და აა. აი სამუძი. და იმ დროს, როდესაც რომა არკვევდა თავის პასპორტის ამბებს, მე ჩემმა გუნდმა გადავწყვიტა გაგვერკვია, თუ რამდენად რეალური იყო დაჩქარებული წესით პასპორტი გავიკეთებინა. 3 საათამდე თუ შემოიკადე, ცხადებას 1 საათზე ძალიან. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ თეორიულად შესაძლებელი იყო პასპორტის მალე დამზადება. ამიტომაც ბევრი აღარ გვიფიქრია და შეუდექით საქმეს. მოკლედ ეხლა გადავრეკეთ რაღაცები, გავარკვიეთ და შეგვიძლია ვცადოთ რა. მე 20 წუთში შემიძლია. რამდენში? 20 წუთში მაქსიმუმ. 20 წუთში იქ მიხვა. და რადგან რომა ველოსიპედით იყო და ქალაქში ძალიან დიდი საცობი იყო, რომამ გადაწყვიტა ველოსიპედით წასვლა. ჩვენ კი მანქანით გავუდექით გზას. ზად ხარ პარაშუტით რა გადმოხტე? მაგისტრის დავიბადე. და მოხდა ის, რასაც არ ველოდით. სულ რაღაც 1 საათში ოკეი, როგორ ახალი პასპორტი აქ არის და ეხლა მივდივართ ქუთაისში დავიწყე. მოკლედ ხოძე ხარ, რო ჩამოხტე? აი, ანუ ხო არ დაზადნა. არა. არა, უეჭველი ახლა ახლა პასპორტი ამხელა გზა გამოვიარე. დეშენი რა სამუბრა? მაგრამ ნერვიულობდა. რა დაიჯე რა, ანუ თავიდან არ ჯერდა რას მეკანიზმები, რას მეყუბრებიო.
ეხლა ჯერა თუ ჯერ კიდე ეხლა მეუნება რომ ჩამოხვალ და მელეგეო. მაგრამ ისე გინდოდა ოდესმე ესა აი ბავშვობაში ძალიან მინდოდა რა, როცა რაღაცა ვიდეოებს უყურე თან იუთუბერებით რომ კომენტური ხალხი ხდებოდა და რაღაცა მინდოდა რა 11 წელს მაგრამ მე როგორ წამოვიზარდე და მივხვდი რომ ცოტა საშიში რაღაცა ხალხამდე მოვედი დალაგდა გონება, მაგრამ ეხლა რა ხან შანსი გაჩნდა? ბარი მო ბარი. გზად კი საჭმელად გავჩერდით. თუმცა რომას ჯერ წარმოდგენაც არ ქონდა რომ ჩვენ ქუთაისის ნაცვლად ესპანეთში მივიდიოდით. მეგობრებო, ჩემს საყვარელ ვენდიში გავაჩერეთ და მე ბეკონატორს და ვემჭალით მეტი ხო დიეტაზე ვარ, რადგან 75 hard challenge ვაკეთებ. მაგრამ შეხოჭამ რა გაიდი ყბაში ძმაო. რა სერიოზულია. სერიოზ. ნელ-ნელა ქუთაისს უახლოვდებოდით. რაც იმას ნიშნავდა რომ დრო მოვიდა რომასთვის გვეთქვა რომ ქუთაისის ნაცვლად ესპანეთში მოგვიწევდა გამგზავრება. თითქმის მოვედით აეროპორტთან. ეგ არის გამოჩნდა. ვერ ტარგიდეთ რა ავფრინდები. და ბიჭო ხო რა პირველი გადახტები თუ მეორე გირჩევი. და დაურწმუნები რომ გაიშლება შენ. ჯობია რა. ესპანეთში რომ დავაწვეთ და იქ დავუშვოთ. ესპანეთთან შეიძლება არის ეგეც რაღაცა? ბიჭო რა შეიძლება. აუ ის ვაშო ესპანეთს არის. ყველგან იქნება მაგრამ. ბიჭო და რო გითხრა რომ ესპანეთში მივდივართ? აი ხლა და იქ არა ძმა. რომ მითხრა აი გავჩერდები და წავყვები ამ მარშრუტკას. უკან იმედო რომ არა შანსი არა. ესპანეთში. ხადაო. უარ მიხადაო. არა ესპანეთში მივდივარ. ბიჭო მეთქი პასპორტი რა თუნდა ძმა? ანუ პირადობით რატო არ შეიძლება? თან გუშინ იმ ბავშვს ვთქვა მოითხოვეს ეს პასპორტიო. ხადაო თუ მართლა. საგები. მართლა ესპანეთში მივდივარ? ხო. და ესპანეთში გადავხდა. ის მიწაზე უნდა მოვყვე. კიტა. ესპანეთში ძმა. კაი, კამერა გამორთულია. მართლა გეუბნები ესპანეთში მივდივართ. ბიჭო. შო ძმაო, ეს ფრენა გვაქვს ეხლა. ფრენა მართლა გვაქვს, ხო გითხარ. ოღონდ თვითვინავე. ოღონდ თვითვინავე. ეხლა მართლა მიფრინე. შენ მაიცა დაურეკო. დედა. გადაიდო გეგმები. გადაიდო, ვეღარ აქ ქუთაისში ვეღარ ხვდები რაღაცა ამინდი ცუდიაო და ესპანეთში მივდივარ გამოსახტომად. მართლა. მართლა, აგერ არავით უკიდე. ახლა კოპიტნაში ვარ, თუ არ დასაცმელი მაგრამ ვოლტის დასაცმელი ვარ წამოსული. ავღადო, მეცეგრე მეგონა, მაგრამ ესპანეთი ხა შემოვე კოპიტნაში ესპანეთში მივდივარ. ვიტო გამეკვიდა რა პასპორტი რა თუნდა. ამაშენი გიდერა კაი შეფხიზებული ლოგავაგებიოდა. მე უთხარი უხსნე რომ მე დაურეკებ და მე აი იქიდან ესპანეთიდან დაურეკე ეგრე. მე ხა ვარ კოპიტნარში ძმა უნდა გადმოვწე თვითვინავიდან მაგრამ გეგმები შეიცვალა. ელია თქვი თვითვინავიდან უნდა გადმოვხდე გერა რაგედასეს მე. გიგირუა ხო იცი იუთუბერი? შენ იგი მოატყუერა ვიება. არ მეთქმები შენს მომას ვიწავ მეც ხა გავიგე. თან ხوارა ხარ 16-ში აგიხავი ჩემი დედავატირი. 16-ში ჩავავალ დასწრებად იმზადებით ჩავავალ დღეს გადმოვხდა. არა თუ გინდა დასალევში წადი ანუ არ არის პრობლემა. ერთი წამი რა. ხო. დავანდა თქვა არაშუტი თუნდა და ჩემ ბუხნებას ისული. შენოსნებას ვისულებ კი. არ გაიფორა მეტყობა ხო გაიფორა მე. ბიჭო აი სინამდვილეში ანუ აი ეს არის кайფი მაგრამ შენ გადმოგეცემა სანდომის ვაფლი მეგონა აი სანდომი ყოველთვის სანდოა ბიჭო მართლა კი არ მივიდი ეს სანდომის ვაფლის ის გოი ზო ბიჭონია ყوارდა ესპანეთში აჰა ძმაო მაშინ მე თუ მეტეს წავედ მადრიდი აგე ერთი ჩაულები დღე ვოლტის კურიერის ხოდა გამაგარი ყოფილა აქედან ხდების? აქედან რა დღეს უნდა მემუშავა წესით რავი და მე საღამოს შევედი საღამოს დალევა სალომე დალევ შენ ესპანეთში ვსვავ which მეგობრებო ვიდეოს ბოლომდე დარჩეთ იმიტომ რომ თქვენთვისაც გვაქვს მაგარი სიურპრიზი ან თქვენ შეგეძლებათ ერთი არ ვიცი შარდ ბოლოს ვიდეოს ბოლოს
ჩამოვედით ესპანეთში მეგობრებო. ხო მაგარია ესპანეთი. წავიდით უკანას. უკან? აი, კარგი, არაშო. წავედით. ეს არის ჩვენი მანქანა, ესეთი ლამაზი მანქანა ვიქირავთ. ძალიან ელეგანტურია და თქვენ შეატყობთ ალბათ. ჩანგანის მანქანა არ ქონდათ სამწუხაროდ აქ, მაგარი მანქანები ჩანგანი როგორც რა ეგეთი არ ქონდათ და რაღაცა ბანძი გერმანული Mitsubishi მოგვს, ხო გერმანული? თუმცა ეს ავარჩიეთ Mobinex-ის ინტერნეტის გამოყენებით საიტზე. აი, Mobinex-ის ინტერნეტი, ეგრევე ჩამოვედი Mobinex-ის ინტერნეტი აი გავიარეთ. როგორც ინტერნეტი არ იჭერდა, ამიტომ გიგი ინტერნეტი გაჭერდა. გიგი ონზეროუდს რო გამოიყენებთ 15%-იანი ფასდაკლება. ეგეც არის. აი, კაცი აშენდაჭ. მოკლედ ეხლა მივდივარ სასტუმროსკენ და დღეს რა დავიშვეროთ მოვიხოდოთ და ხვალ არის ინტენსიური დილიდან იწყება ინტენსიობა. თუმცა სანამ ჩვენი გიჟური დღე დაიწყებოდა, გადავწყვეტ ესპანური სტეიკი დაგვეგემოვნებინა. ეხლა მე შემოგიყვანე მადრიდის მერთან. გამარჯობა ბატონო. მამი. Hola, თქვენ მადრიდის მერი. ¿qué tal? Tu hablas inglés? Yo hablo español, pero un poco. ეს ცხარეა? ცხარიტოს? ცხარიტოს. აი ესე გამოიყურება. რო გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ თქო, მოგატყუებთ. რამდენს უწერ 10-დან? 4. ჰა? 5 არის რა. 5. ახე რა კრიტიკოსი ყავს ეს ახე. სანდომის ვაფლი? სანდომის ვაფლი სხვადასხვის. უნდა მეთქვა. აი ვიდახოდი საბჭამო თქო. იქ ვჯამე ქუთაისში. კიდე დანაკლებული. ხედა? მართლა ანუ იმენა სანდომის 10-დან 10. 10-დან 10. აბა. მოკლედ ეხლა დავიზარით მადრიდიდან ჯერა გავუაროთ მადრიდის მერს მამის. ყველა კიდევ ერთხელ მადლობა მეგობრებო ამბასადორებს, რომელიც მადრიდს საშუალებას რომ გავაკეთო ესეთი სიგიჟეები, რომელიც არის ამ არხის გენერალური სპონსორი. აკარიან, მაგარი გარეშე ეს ბიჭი დღეს ქირებოდა თბილისში, მეც ქირებოდა თბილისში, მეძინებოდა აი ესე დავდაბდით ხალხი. მადრიდის მერს ვახლავობთ, ინეცონ თქვენ მოხდით მახეში. არული კამერაა. აქ კი მღეროდი, თუმცა რეალურად გულის სიღრმეში ძალიან ნერვიულობდი. რადგან მინახავდი ისეთ საიდუმლოს, რომელიც ჯერჯერობით არავინ არ იცოდა. საქმე იმაში იყო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა მიცოდა, რომ რომასთან ერთად მე უნდა გადმოხტარიყავი, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მეორე პარაშუტის ბილეთი ჩემს მაგივრად, ჩემ დაზე დავარეგისტრირე, რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა მთელი ამ დროის განმავლობაში. მე კი ვეძებდი ისეთ შესაფერის მომენტს, როდესაც ამ ყველაფერს ვეტყოდი. თუმცა რადგან არ ვიცოდი თუ როგორ გამეზიარებინა ეს ყველაფერი ჩემიდისთვის, გადავწყვიტე მამისთვის გამეზიარებინა ეს საიდუმლო. სალსგონია რომ მე ვხდებ. მაგრამ მაგეთ სალხდებ და ეს. მასლა? ჯერა რო ვიტყვია ხო. Who's in it? Alvin. No way. ფული დამჩა. ბიჭო, რო გადავიხადო და აი, შეხვარ გადაგახტები. თიბის სესხს გამოვიტან მე ძმაო. ორ წამში, იცი ეგა? თიბის სესხს შეგიძლია ორ წამში გამოიტანო და დაიმტკიცო. ნებისმიერ ადგილიდან აუ ეს ბიჭი, აი ყველაფერი იცის. საღუც რო შენ ეშნოვალ ვარ. მოკლედ მეგობრებო, თუ ესე ევროპაშია, სადღაც თბილისშიც ხართ და ფული გაგითავდათ, ორ წამში შეგიძლიათ თიბის სესხი ჩემსავით გამოიტანოთ და აი ხა 5 ევრო მაკლდებოდა და კაკრას ჩემი საჭმელი. So, შემდეგი გაჩერება თვითრინა. და ნელ-ნელა უახლოვდებოდით პარაშუტიდან გადმოსახდომს. და დრო მოდიოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემიდისთვის გამეზიარებინა. So, ერთ წამ ესენი გვაქვს. კამერა. ბიჭო, ეს ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. მე ვერ მოვდივარ შენთან ერთად. რატო? მართლა? ოპა.
სალამოდი შეთანხმდით მოკლედ. აბა მოგვიყევი ჩაგზნებები როგორია? რა შემართებით ხართ? მოკლედ. ეხა ვხდები კი, მე არა, მე არა, შენ. მე დავერც წუთი. აი, იქიდან ნახე, გააწვევით თქვენ ორნი და მოკკალა. ეს ქვემოდან მოკანკალეს. ხო, ხوار დასადნი. არა, ხო. ხარია. ნაუფინდა დღეს მე. კი. რაღაც შეგდები. რაღაცა მოულოდნელი უნდა მოხდეს მეთქი, აი რაღაცა იგივე შეგვიძლია. ბიჭო, მე რაღაცა ძალიან შვიდად მოვდიოდით და ანუ მეთქი რაღაცას მალავ თქო და რომას უკვე ვიცოდი რომ აღარაფერს აღარ ვარავდი, მაგრამ მეთქი რას მალავ მეთქი 3 დღე ტყუილში ვცხოვრობ, თუ 2 დღეა ტყუილში ვცხოვრობ. ვაიმე. არა, კაია რა დრო არ მაქვს რაღაცა. მინერვიულო, არ ვიცი. აი უკვე აქა ვარ. მაგზაარა. მეგობრებო, რა ვსავარია? ამ ორი ადამიანის არ ვიცი, მაგრამ მე თიბისი დაზღვევა მაქვს, ამიტომაც მე დღეს გადავრჩები. ისინი არ ვიცი რა ზესავენ. ამიტომ ყველაზე ესეთი სანდო დაზღვევა თუ გინდათ, როცა მოგზაურობთ, თიბისი დაზღვევა. თქვენ ოჯახური ფეხიჩია. ოჯახური ფეხიჩია. არ შეიძლება თქვენ რამე მოგივიდეთ თქვენ დაზღვევა და მე ამიტომაც არ ვაკეთებ არასთან. Will she survive? I think yes. You think? 50-50? ეხა ხელსაწერო, ანუ მოკვდეს ხო? როგორ თამამად აჭერ? არა უშავს, მაინც რა აზრი ექნება. მე ჩემი დის მოშორება მინდოდა და ესეთი გზა ავიჩი. ამდენ წელია ვიშორე. შენ მოყევი ხელში. და მეგობრებო, ასევე თქვენთვისაც მაქვს ძალიან მაგარი ამბავი. იმიტომ რომ ჩემი გამომწერებისთვის მე და YOLO ვათამაშებთ 2 ვაუჩერს, რომ პარაშუტი და მხოლოდ. დეტალები იქნება ვიდეოს ბოლოსკენ, ამიტომაც დარჩით და გაიგებთ, თან გამოიწერეთ არხი. ბიჭო, ის მე მგონი არ არის კაი პარაშუტი რაღაცა. თან თუ დამოგამო, ყველა მეორადია ძმა. მეორადები. და ნელა დრო მოდიოდა თვითფრინავის აფრენის. Hey! What's up? It's going to be hard for me. Why? But What why? did you do today? I don't know. I'm like falling from sky right now. Why so high? So it's first time skyline, no? Yeah, first time. How you feel? Good. Exciting. So happy. It's 40 February and it's their Valentine Day. So it's the last It's the last Valentine Day. Okay. Just in case Let's see. if you want to say your last word, it's now or never. Yes. Last word? Mama, I Last love one. you. I love you all. Okay, here we go. Here we go. Here we go. Ciao. Ciao. ნერვიულო. აღარ. მაგრამ მომხონს, ხო? მაგრამ მომხონს რავი, პირველი ტაიმიოდა. თუ გდები ყველა გდები, მარტო ყوار მომგდები. ის ხომ მიმული მყავს. ყوار ჩამომაგდებს. ხახვი ხო არა, თავიდან რომ მოხვი. ამეს დამხიოქში. ნერვიულო. მე ისინი გამომამეს რა. მეგობრებო, ამიტომაც არ დაგავიწევთ, გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ აი რომანიც მაგივრად შეიძლება შემდეგში თქვენ იყოთ და შეიძლება სხვა ქალაქში გავაკეთოთ. მე მთელი დღეა ან მთელი დღე კი არ და რაც მითხრა რომ სალამეც ხდებაო, მაინტერესებს რეაქციები, იმიტომ რომ ამისი ვიცოდი ახლა რაც იქნებოდა და ჩვენ რომ ვერ დავინახავ. სალამე! სალამ! რო გაჩერდება, კარგად გადმოხდი. რამა ბიჭო? ჯერ მარცხვინო. ჯერ გაჩერდეს და მერე გადმოხდი. რამა ბიჭო საკარი ყვირო. ჩამოდი, ჩამედად. დაძმა. ბიჭო, ავიდნენ. აბა ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ რა ვქნათ? მიწისები ვართ. არც მიწისა ვარ, არც ისა. ჩვენ თუ სამაკ სანდომის ვარ და გაჭოთ. სამოხელო. ოპა! კარგად ბიჭო. და სანამ ისინი დაფრინავენ, მე გეტყვით თუ როგორ შეგიძლიათ მოიგოთ ვაუჩერი და გადმოხდეთ პარაშუტით თქვენს. პირველი ვაუჩერის მოსაგებად უნდა გამოიწეროთ ჩემი და YOLO-ს არხი Instagram-ზე, სადაც დაიდება კოლაბორაციული პოსტი, რომელიც უნდა დაალაიქოთ და დააკომენტაროთ. ეს პირველი ვაუჩერი. მეორე ვაუჩერი კი გათამაშება ჩემი Instagram-ის community-ში, ამიტომაც შემოდით community-ში და მეორე ვაუჩერს იქ გადაგავათამაშებ და ორ ადამიანს ექნება შანსი რომ გადმოხდეს პარაშუტით და აიხდინოს ოცნება. ოცნებები ხდება, მეგობრებო, ოღონდ ჩემ გამოწერების ოცნებებს ხების არ აქვს.
life is beautiful, man. How you doing, my friend? Oh my God, that was crazy, dude. Oh my God, We man. did it! Yeah, boy. That was amazing! It was great. Do you like it? Yes, it was great. Thank you, guys. Thank you. ძალიან მაგარი იყო. უბრალოდ არაფერი არ მესმის. ყურები ამტკივდა ძალიან გზაში და დამიგუბდა და ეხლა არაფერი არ მესმის. და ნახევარ ბარდნის მომენტი იყო, ანუ საშიში იყო ძალიან, მაგრამ ძალიან მაგარი იყო და ნუ მე ფრენა უკვე აზეა რა. არ ვიღარ დამიხილე, რომ მარტო ეგრევე გავწარე. არა, ვაფშე, ბრატ. როგორ დავეშვი რაღაც მომენტში, რა. ორი წამი დავხვდი თვალი, გავახილე და ის იყო, ხო, ის მღოლად რომ მოჭიხა, რაღაცა თვალები მოვიღე და მღოლად მოჭანდა ყველაფერი და რო გაშალა ძმა. აი ხა TBC-ის სესხი რო ვერ აგიღო და რო ვერ გვეჭამა, გაში ხო ვერ გადმოხტებოდით. შეერი ხო რა მქონდა. დაზღვევა რომ მქონდეს ყურებზეც არ ვინერვიულობდი, ხა რო არ მესმის, არ მაქვს. შოთ მორჩა. შოქში ვარ, ყურები რა. წავედით ქუთაისში ეხლა. წავედით ქუთაისში ეხლა. აი, ჩემი ძალიან მაგარი იყოს. მადლობა, აუ მართლა ძალიან მაგარი. დასეთ ყოდი იმ ხალხს ვინც უარი თქვა. ვინც უარი თქვა, რავი, არასოდეს არ თქვა ეგეთ ამაზე უარი რა. არასოდეს. და ეხლა ვინც ელოდება გათამაშების და ამბებს, ხო იქ ხო იტყვი მაგას ბოლოსკენ არა. ვინც ელოდება, იცოდეთ რომ არ შეგეშინდა და დატყვით ყველაფრით რა, სასწაულია.